მოდი დავასახელოთ ეს მოლეკულა. გვაქვს 1, 2, 3, 4 ნახშირბადი და თუ დავნომრათ მას, აღმოვაჩინეთ, რომ მეორე ნახშირბადზე იწყება ჩვენი ორმაგი ბმა. შესაბამისად, ამის სახელი გამოვა 2 ბუტენი. 2, რადგან მეორე ნახშირბადზე იწყება ორმაგი ბმა, ბუტ, რადგან გვაქვს 4 ნახშირბადი და ენი, რადგან გვაქვს ორმაგი ბმა. მოდი ეს მოლეკულაც დავასახელოთ. გვაქვს ისევ 4 ნახშირბადი, გვაქვს ისევ მეორე პოზიციაზე ორმაგი ბმა, შესაბამისად, ამის სახელიც გამოვა 2 ბუტენი. ერთი შეხედვით 2 იდენტური მოლეკულა გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა კონფიგურაციაში. და მაგალითად, რომ ავიღოთ ჩვენი ალკანი, ვიცით, რომ თუ შემოატრიალებთ ამ ბმის გარშემო, მივიღებთ მეორე კონფიგურაციას, ამიტომ ლოგიკურად ესენიც უნდა გამოვიდნენ ერთმანეთის იდენტურები. მაგრამ ეს მართალი არ არის, რადგან ორმაგი ბმის გარშემო თავისუფლად ბრუნვა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, ეს 2 მოლეკულა არ არის იდენტური და მათ სხვადასხვანაირი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები აქვთ. ამიტომ გვჭირდება გავარჩიოთ ისინი ნომენკლატურის დროს, ანუ დასახელების დროს. ამისთვის კი გამოვიყენებთ cis-trans მეთოდს, რომლისთვისაც ნახულობთ 2 იდენტურ ჯგუფს დაკავშირებული ორმაგ მასთან, მაგალითად ამ 2 მეთილის ჯგუფს და შემდგომ ვაკვირდებით ორმაგი ბმის ერთ მხარეს არიან თუ ორმაგი ბმის საპირისპირო მხარეს. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მეთილის ჯგუფები ერთ მხარეს არიან და თუ ერთ მხარეს არიან, მაშინ მას ვარქმევთ cis და პრეფიქსად მივუწერთ მას. ანუ გამოვა ამის სახელი cis-2 ბუტენი. რაც შეეხება მეორე მოლეკულას, ამ შემთხვევაში გვაქვს საპირისპირო პოზიციაში ორმაგი ბმის მიმართებით, საპირისპირო პოზიციაში როდესაც არის, მას უწოდებთ ტრანს და ეს გამოდის ტრანს-2 ბუტენი. მოდი ახლა ეს მაგალითები განვიხილოთ. ამ შემთხვევაში იდენტური ჯგუფები გვაქვს ეთილის ჯგუფები და თუ დავაკვირდებით თუ რა პოზიციაში არიან, ხედავთ რომ ერთ პოზიციაში არიან, ამიტომ ეს იქნება cis მოლეკულა, ხოლო რაც შეეხება ამ მოლეკულას, აქაც გვაქვს 2 იდენტური ჯგუფი, ანუ ეთილის ჯგუფი, რომლებიც არიან ერთმანეთის ტრანს პოზიციაში. მოდი ეს 2 მაგალითიც განვიხილოთ. ხედავთ, რომ თითქოს არ გვაქვს იდენტური ჩამოცვლებები, მაგრამ შეგვიძლია წყალბადები გამოვიყენოთ და ისინი აღვიქვათ როგორც იდენტური ჩამოცვლებები. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ საპირისპირო მხარეს გვაქვს ჩვენი წყალბადები, ამიტომ ეს გამოვა ტრანს პოზიცია. რაც შეეხება ამ მოლეკულას, აქ გვაქვს 2 ეთილის ჯგუფი, 1 მეთილის ჯგუფი და 1 იზოპროპილის ჯგუფი. რადგან გვაქვს 2 იდენტური ეთილის ჯგუფი, შეგვიძლია ჩვენი cis-trans მეთოდი გამოვიყენოთ და თუ დავაკვირდებით ამ ორმაგ ბმას, ისინი ერთ მხარეს არიან, შესაბამისად ეს იქნება cis მოლეკულა. მოდი ახლა დავაკვირდეთ ამ მოლეკულებს და თითქოს ერთი შეხედვით ერთმანეთის cis-trans იზომერები არიან, მაგრამ ეს მართალი არ არის, ესენი არიან იდენტური მოლეკულები. თუ ამოატრიალებთ ამ მოლეკულას 180 გრადუსით ბოდიშით, მივიღებთ ამ კონფიგურაციას და ეს იმიტომ ხდება, რომ გვაქვს 2 იდენტური ჯგუფი დაკავშირებული ერთ ნახშირბადზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ 2 იდენტური ჯგუფი გვაქვს, შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ cis-trans იზომერია, მაგრამ cis-trans იზომერიის დროს გვჭირდება 2 იდენტური ჯგუფი დაკავშირებული სხვადასხვა ნახშირბადზე ამ ორმაგი ბმის. ანუ წინა მოლეკულა რო განვიხილოთ, ხედავთ, რომ სხვადასხვა ნახშირბადზე გვაქვს იდენტური ჩამნაცვლებლები.